soon, in second half of September, the harvest will start in this region. In other places, it's much earlier. And then the busiest part of the year will start. It's like sleepless nights because you have to wake up at night to take care of your queries, to mix and to see how the fermentation is going on. So it will be really hard. St. George Feast in Bolnissi. I love Tavqueri and especially this wine, which is called Tanuni, which is my nickname. My niece and nephew, when they were really young, could not pronounce my name properly, and they were calling me Tanuni. And when I decided to make wine from Tavqueri, I decided this will be kind of my wine. And it's called Tanuni, and on the label you see the dancing girl, so because my hobby is tango. Okay, minutes ago, the Soviets. დაახლოებით 8 წლის წინ მე და ჩემი მადამ გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნას საკუთარი ღვინის კომპანია. ძალიან უცხო გადაწყვეტილება იყო და არასტანდარტული, იმიტომ რომ ქალები ღვინის ინდუსტრიაში რაღაც ახალი თემატიკა იყო და ძალიან ხიბლავდა ეგ აზრი, კიდევ კარგი რომ გადავწყვეტეთ და ჩავერთეთ ამ საქმიანობაში, ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან წარმატებით მიდის ჩვენი საქმიანობა და მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მოსული სტუმრები ფესტივალებზე ძალიან ინტერესდებიან ამ თემით და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ მათგან. აი ამ პერიოდში როდესაც დავიწყე ღვინის წარმოება და დავიწყე ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში თავის ამკვიდრება, ბუნებრივია აქ ნახე რომ იყო ძალიან დომინანტური მამაკაცების სფერო უფრო მეტად ვიდრე ქალების. ქალები არიან უფრო უკანა პლანზე გადაწეულები და როდესაც მე დავიწყე აი ამ სფეროში შესვლა და ძიება იმის თუ რა შეიძლება გამეკეთებინა რა როგორ განვითარებულიყავი, მაშინ გავიგე ასოციაცია ქალები ღვინის ინდუსტრიის შესახებ და ვთქვი რომ მე მინდოდა ყოფილიყავი, მცოდნოდა ეს ქალები ვინც ამ ასოციაციაში არიან. ამ ასოციაციაში ჩემი ყოფნა გახდა ერთგვარი როგორ დავარქვა ლეგიტიმაცია შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვაკეთებთ საქმეს არა მოყვარულის დონეზე, არამედ მივყვებით ამას პროფესიონალურად. ვცდილობთ რომ განვითარდეთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, გავუზიაროთ რაღაცა ტრენინგები, რომლებიც დაგვეხმარება, რომ სწორი გზით წავიდეთ, თქვათ, ვისწავლოთ ღვინის ლაბორატორია, ვისწავლოთ ჰასპი, ვისწავლოთ ტექნოლოგიები, როგორ გავიტანოთ მარკეტინგზე ღვინო და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალებისგან ამის მიღება, იმიტომ რომ კაცები ცოტა დახურული სფერო არიან. გოგოების რიცხვი მატულობს და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ აი უცხოეთში ვინც გასულები არიან, ძალიან ბევრი გოგო არის, რომლებიც ასევე მუშაობენ იქ. სტაჟირებები გაიარეს, სამსახური დაიწყეს და ასე შემდეგ. ასე რომ ამ მიმართულებით ძალიან სიმართლე რომ გითხრათ, ჯანსაღი დამოკიდებულება არის და ამას ხედავთ კიდეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატარა ღვინის მარანი არის, რომელსაც თავიდან ბოლომდე ქალი მართავს. Lovely. Yes. And animal is and here it's inside of A.
Jelajahi cara baru mendapatkan informasi. Download Metro TV Extend sekarang.